police. ყოველ შაბათს საღამოს 5 საათზე სამხედრო აკადემიის რადიო მელომანზე პოზიტიური ისტორიები ნეგატივასგან. გამარჯობათ, მე ნეგატივა ვარ. მოდით გავაგრძელო ლაპარაკი კომენტარზე. მართალია წინა გადაცემაში კომენტარის დადებით მხარეებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ამავე დროს რა ხდება მთელ ევროპაში. თუ შევხედავთ იტალიური ნეორეალიზმის პერიოდის ფილმებს, იგივე ფილმებს ფრანგული ახალი ტალღისა, ხაზგასმით არის ხოლმე გაძლებული, რომ კომუნისტური ანტიფაშისტური მოძრაობა და სხვა ანტიფაშისტური მოძრაობა. ყველაზე მკვეთრად ეს რა თქმა უნდა გამოიხვედა საფრანგეთში. საფრანგეთის სინდისის განამჩენელი მარშალი დე გოლი ქმნის მებრძოლ საფრანგეთს. მაგრამ ამავე დროს ფაშისტებს საფრანგეთის ტერიტორიაზე ებრძვიან კომუნისტური ანტიფაშისტები. რაც არ უნდა საკმარული არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩერჩილიც კი ამბობს, რომ ჯერ დედამიწაზე არ არსებულა საბჭოთა იმპერიას ისეთი დაუძინებელი მტერი, როგორიც ვარ მე, მაგრამ როდესაც საბჭოთა მთავრობის წინაშე დგას ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიც არის გერმანული ფაშიზმი, მე პირველი გავუწვდი მათ მხარს. აი ამ დროს ეს ანტიფაშისტური პროკომუნისტური ორგანიზაციები არ მიდიან არანაირ კავშირზე ბურჟუაზიულ მთავრობებთან. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ არა მარტო არ მიდიან, ამერიკის მთავრობაში პროკომუნისტურად და პროსოციალისტურად განწყობილი ადამიანები ყველანაირად ახერხებენ, რომ ხელი შეუშალონ არა კომუნისტურ ანტიფაშისტურ მოძრაობებს მიიღონ დახმარება და გაძლიერება. ეს ყველაზე კარგად გამოვლინდა იუგოსლავიასა და ჩინეთში. იუგოსლავიაში ყველამ ვიცით ცნობილი მარშალი ბროს ტიტოს საბრძოლო დიდება, მაგრამ ამჟამად დაკარგულია ისეთი პიროვნება, როგორც არის მიხაილოვიჩი. არამედ და მიხაილოვიჩი ეს იყო ადამიანი, რომელიც პირველი დღიდან ებრძოდა, სასტიკად ებრძოდა ფაშისტებს. და როდესაც ბროს ტიტო საბჭოთა და ამერიკელი ავიაციის დახმარებით გამოიყვანეს იუგოსლავიიდან, მიხაილოვიჩი რჩება იუგოსლავიის ტერიტორიაზე და ებრძვის ბოლომდე ფაშისტებს. იგი ახერხებს პარტიზანული ალყის გარღვევას და მებრძოლი ნაწილების გამოყვანას გერმანელების ალყიდან, მაგრამ ეზეჰაუერის მაგიდაზე იდება ესეთი ანალიტიკური საბუთი, რომ მიხაილოვიჩი შეკრულია ფაშისტებთან და მიხაილოვიჩი უწყდება ყოველგვარი ფინანსური და სამხედრო დახმარება. მთელი სამხედრო დახმარება მიდის ბროს ტიტოსკენ, რადგან ბროს ტიტოს ახასიათებენ ამ ანალიტიკურ წერილში როგორც ერთადერთ მებრძოლს ფაშიზმთან. შედეგი იუგოსლავიის განთავისუფლების შემდეგ იუგოსლავია ხდება სოციალისტური სახელმწიფო. ის უკვე მეორადია, რომ ბროს ტიტოს სტალინის პირადი და პირისპირების გამო იუგოსლავია ბოლომდე სოციალისტური არ გახდა. ფაქტი ერთიც რჩება, როდესაც მეორე ფრონტის გახსნაზე იწყება ლაპარაკი, ამერიკელები და ინგლისელები ბალკანეთში აპირებენ მეორე ფრონტის გახსნას და მაგ დროს ტელეკომინტერნის აგენტურა აქტიურად იწყებს მუშაობას, ოღონდ ეს არ მოხდეს. ბალკანეთში საბჭოთა კავშირს არ ჭირდება არა სოციალისტური ქვეყნა. იგივე მოხდა ჩინეთში. მაო ძედუნისა და ჩინეთის ბურჟუაზიული მთავრობის ჩანკაიშის დაპირისპირება გადაწყდა ამერიკაში, როდესაც ამერიკის მთავრობაში გაჩნდა იდეა, რომ ჩანკაიში ბოლომდე არ ებრძვის იაპონელებს და დაფინანსება რაგიდან უნდა გაგიკვირდეთ, ამერიკამ გაუწოდა მაო ძედუნს. მხოლოდ ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაო ძედუნი აქტიური პროსაბჭოთა და მასთან კავშირი შეუძლებელია. და მხოლოდ ამიტომ გადარჩა ერთადერთი ნაგლეჯი იმ ძველი ბურჟუაზიული ჩინეთის მთავრობისა, ახლა ტაივანად წოდებული. ევროპაში ომის შემდეგ კომუნისტები ძალიან გაძლიერებული სამხედრო ორგანიზაციების მეთაურები გახდნენ. იტალიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში,
მათ ფაქტიურად თავიდან დათმეს ხელისუფლება, მაგრამ ნელ-ნელა შეეცადნენ მათ დაებრუნებულად ძალაუფლება ხელში. და ზუსტად ამ დროს იწყება ცნობილი მარშალის გეგმა, რომელიც ეხმარება, ყოველნაირად ეხმარება დანგრეულ ომისაგან დაღუპულ ევროპას, რომ ისინი აღორძინდნენ როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნები და არ მოხდეს კომუნიზმის გამარჯვება ევროპაში. როგორც წერდა თავის დროზე მარქსი, კომუნიზმის აჩრდილი დაბობყავს ევროპაშიო, როგორც იქნა კომუნიზმის აჩრდილს მიუჩნიეს საზღვარი. აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპაში, ნუ მოდიხარ. იტალიაში კი იყო რამდენიმე მცდელობა პროკომუნისტური ძალების ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში, მაგრამ საკმაოდ სისხლიანად დამთავრდა. აი ზუსტად აი ამ პირობებში ხდება ამერიკაში გახმაურებული ამბავი. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში რუზველტის დროს მუშაობდა 75 საბჭოთა აგენტი, რაზეც და მაკარტიზმის დასაწყისით მოვყვებით შემდეგ გადაცემაში. გარბრძანდებოდეთ, მე ნეგატივი ვარ. Or at least ყოველ შაბათს საღამოს 5 საათზე სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე პოზიტიური ისტორიები ნეგატივასგან.